მოგესალმებით სტუდიაში ჟურნალისტი ლევან ჭიტანავა მუშაობს რადიო მაესტროს პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერვიუს ფორმატის დროა. სატელეფონო ჩართვით რამდენიმე წუთში შემოგვიერთდება სტუმარი გიორგი ანტაძე, ჯეოკეისის თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულების მკვლევარი. მანამდე კი მნიშვნელოვან განცხადებებს გაგაცნობთ. საქართველოში დიქტატურა პუტინის მიერ იქნა დასმული, არალეგიტიმური არჩევნები უნდა გაუქმდეს და ორპარტიულად შეგვიძლია საქართველოში ახალ არჩევნებზე მუშაობა. ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ კონგრესმენმა ჯო იულსონმა ფრანც 24-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი მტკიცებით, როდესაც საქმე საგარეო პოლიტიკას ეხება, რესპუბლიკელები და დემოკრატები არსებითად ერთად მუშაობენ. ყოველთვის არა, მაგრამ ორპარტიული ვითარება გვაქვს წარმომადგენელთა პალატასა და სენატის წევრებს. ეს ორპალატიანია, ორპარტიულია, ერთად მუშაობთ. დაახლოებით 90% შემთხვევაში, როდესაც საქმე ამერიკის შეერთებული შტატების შიდა ვითარებას არ ეხება. ისევ და ისევ ერთად მუშაობთ, რათა წინ წავწიოთ ჩვენი და დონალდ ტრამპის ძალის მეშვეობით მშვიდობის კონცეფცია. გვინდა რომ აღვადგინოთ მსოფლიო, რომელიც ჩემი აზრით ჩამოყალიბებული იყო რონალდ რეიგანის მიერ, რაც ჩვენს ნატოს მოკავშირეებთან, საფრანგეთთან მსოფლიოს მასშტაბით მუშაობას ნიშნავს. მსოფლიოს მასშტაბით პროგრესს ვხედავდა შეგვიძლია საქართველოს რესპუბლიკაში თავისუფალ არჩევნებზე მუშაობა. სამწუხაროდ იქ დიქტატურა ომის დამნაშავე პუტინის მიერ იქნა დასმული. საქართველოს რესპუბლიკაში არალეგიტიმური არჩევნები უნდა გაუქმდეს, მაგრამ იყო კარგი არჩევნები, რომლებზეც პუტინი უარყოფილ იქნა მოლდოვაში, უარყოფილ იქნა რუმინეთში, განაცხადა იულსონმა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განცხადება, დაუსჯელობა და უსამართლობა უნდა დასრულდეს და უსამართლოდ დაკავებულები გათავისუფლდნენ. ამის შესახებ საქართველოში დანიის ელჩი ანე ტოპს-სორსენი აქციაზე დაკავებულთა და დაპატიმრებულთა ოჯახებთან და ახლობლებთან შეხვედრის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე წერს. ამავე საკითხზე კიდევ ერთი განცხადება, აქციებზე დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრებთან შეხვედრის შემდეგ პოლონეთის საელჩომ განცხადება გაავრცელა. ისინი სოლიდარობას უცხადებენ ბრალდებულებს, რომლებსაც უფლებადამცველებსა და სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი პოლიტპატიმრებად მიიჩნევს. სტუმარი უკვე ხაზზეა, სატელეფონო ჩართვით გვიერთდება პირდაპირ ეთერში გიორგი ანტაძე, ჯეოკეისის თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულების მკვლევარი. ბატონო გიორგი, მოგესალმებით და რა თქმა უნდა მადლობა ჩართვისთვის. ბატონო გიორგი, მოდით დავიწყოთ იმით საუბარი, თქვენი შეფასება გვაინტერესებს დღეს არსებულ რეალობასთან დაკავშირებით. რამდენიმე თვეა მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, რომელიც დღემდე გრძელდება. გითხარით, ამ ეტაპისთვის რა ეტაპს გადის ქვეყანა და რა რეალობაა დღეს ჩვენს ქვეყანაში? ერთი მნიშვნელოვანი რაც შეიძლება ითქვას ცალსახაა, რომ ალბათ საქართველოს უახლოეს ისტორიაში ბოლო 20 წლის მანძილზე ყველაზე მწვავე პოლიტიკური კრიზისია, რომელიც ბოლოს ჯერჯერობით და ასე ვთქვათ პოლიტიკური განმუხტვის კონტურები არ ჩანს და საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი აპროტესტებს დღემდე არჩევნების შედეგებს, ერთი მხრივ და მეორე მხრივ საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას, რასაც ჩვენ თვალნათლივ უყურებთ. როგორ განვითარდება მოვლენები უშუალოდ პოლიტიკური, ასე ვთქვათ, გადაწყვეტის თვალსაზრისით ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, თუმცა ყველაზე სამწუხარო ამ მოვლენებში გახლავთ ის, რომ ჩვენ ყავს უამრავი ადამიანი დაპატიმრებული, დღეს ყველა ღიად საუბრობს ქვეყნის თუ გარეთ პოლიტპატიმრების, ასე ვთქვათ, არსებობის თაობაზე საქართველოში და ელემენტარული ისეთი ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპებით მნიშვნელოვანი საფრთხის ქვეშ არის ქვეყანაში. მეორე მხრივ ძალიან შემაშფოთებელი პირადად ჩემთვის არის ის პროცესები, რომელიც სახელმწიფოს ინსტიტუტებში ხელისუფლების სხვადასხვა შტოებში მიმდინარეობს. მე ვფიქრობ, რომ გულისხმობ იმ რეფორმას ეგრეთ წოდებულს იგივე საჯარო
სამსახურის რის შედეგადაც ფაქტობრივად დაანონსებული არის მნიშვნელოვანი რეორგანიზაციები, ადამიანმა სამსახური დაკარგა, ძალიან გავს ეს ყველაფერი უკვე პირდაპირ პოლიტიკური რეპრესიების მექანიზმის შექმნას, რაც რამდენიმე წლის წინ მე ვიტყოდი წარმოუდგენელი იყო, ალბათ მოსახლეობის უმრავლესობისთვის, საერთო ჯამში შექმნილი სიტუაცია, რომ სულ უფრო ყოველდღიურად ჩორდება ზოგადად დემოკრატიული განვითარების პრინციპი, ხარჯეცხადია, შეიძლება ადამიანებს ყველას ჰქონდეს განსხვავებული ხედვები, მაგალითად საგარეო პოლიტიკის საკითხებთან მიმართებაში, რუსეთთან დამოკიდებულებაში, როგორ უნდა აღმოიფხვრას პრობლემები, ან ნებისმიერ სხვა მწვავე საკითხთან მიმართებაში, რომელიც ჩვენ როგორც სახელმწიფოს გვაწუხებს, მაგრამ როდესაც ქვეყნის შიგნით ესეთი პროცესები მიდის, როდესაც ელემენტარ ფუნდამენტურ ადამიანის თავისუფლებებზე და უფლებების დაცვაზე არის საუბარი, ის რომ კონდეს სამართლიანი სასამართლო ელემენტარულად, ეს აბსოლუტურად ყველას ეხება საზოგადოებას, ასეთი მანკიერი ცვლილებები ადრე თუ ყველაფერზე აისახება, მათ შორის ეკონომიკურ აქტივობაზეც ქვეყანაში, ხო, ეკონომიკურ სიტუაციაზე და უკვე არის საუბარი ზრდის ტემპების შემცირებაზე. ასე რომ საერთო ჯამში საკმაოდ რთული ვითარება არის და ბუნებრივია ზოგადად, როდესაც სახელმწიფოში შექმნილ კრიზისებზე საუბარი საქართველოს იქნება თუ ნებისმიერი სხვა პირველ რიგში, პასუხისმგებლობა აქვს მას, ვინც ფლობს ხელისუფლებას, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის გააზრება რაღაც სათანადოდ ვერ ხდება იგივე მართველი გუნდის მხრიდან. ვინაიდან ეს ქვეყანა არის ყველასი, მისი თითოეული მოქალაქის და მხოლოდ რაღაც ესეთი პოლიტიკური მიდემონების საკითხზე ჩვენ ახლა დღეს არ ვდაობთ, ხო? ძალიან ღრმად შედის ქვეყანა კრიზისში, ასე რომ მე ვფიქრობ, დრო არის, რომ იგივე ხელისუფლებას დაფიქრდეს გარკვეულ, ასე ვთქვათ, დათმობებზე და ყველაზე მინიმუმ ეს ალბათ იმ დაკავებულ ადამიანების განთავისუფლებას ეხება, რომლებიც რამდენიმე ათეული ადამიანი დღემდე პატიმრობაში რჩება. ვფიქრობ, სანამ ეს ყველაფერი არ აღმოიფხვრება, მანამდე რაღაცა მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკურ თემებზე დისკუსიაც კი გარკვეულწილად აზრის მოკლებულია. გასაგებია, მაგრამ მაინც ანუ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით მაინც მექნება კითხვები, ბატონო გიორგი, ვინაიდან რა თქმა უნდა კითხვები იქნება დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე. მე ჩვენი ასე ვთქვათ გადაცემა დავიწყე კიდევ ერთი განცხადები ჯო ვილსონის, რომელიც ამბობს, რომ ეს არალეგიტიმური არასამართლიანი არჩევნები უნდა გაუქმდესო და საკმაოდ მწვავე განცხადებებს აკეთებს. აღნიშნულზე ხელისუფლება ამბობს, რომ არასერიოზულიაო ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზეც მინდა დაგისვათ კითხვა, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, ხო, ჩვენს ფორმატში აღნიშნულთან დაკავშირებით. და მაშინ იყო მოლოდინი, ქართულ ოცნებას ჰქონდა მოლოდინი და არაერთი განცხადება მოვისმინეთ ირაკლი კობახიძის მხრიდან, რომ 20 იანვრიდან აბსოლუტურად ყველაფერი შეიცვლებოდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, გადაიტვირთებოდა ეს ურთიერთობები, თუმცა დღეს არის ის, რაც არის, ხო და რასაც ვხედავთ. მე არასოდეს მქონია მოლოდინი, მაგალითად, რომ ეს ნათქვამი ოციანეებთან დაკავშირებით გამართლდებოდა ეს ცალსახად. ამერიკის საგარეო პოლიტიკის საკითხები კომპლექსურ ჭრილში წყდება და იმ პროპაგანდისტული ნარატივით, რა თქმა უნდა, რომელიც საქართველოში ვრცელდებოდა ამერიკის შიდა პოლიტიკის საკითხებთან მიმართებაში, ბუნებრივია ამხელა სახელმწიფო რეალობაში ასე არ ცხოვრობს. და ეს რაღაცა deep state-ი არ არის დამოკიდებული ამერიკის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, მათ შორისაც ჩვენს რეგიონთან და საქართველოსთან მიმართებაში. ასე რომ მე არასერიოზულად უყვებდი მუდამ ეს ბევრი სხვადასხვა ინტერვიუში თუ ეთერში ღიად მაქვს აფიქსირებული. ჩვენი საკითხი ხშირად არის, რა თქმა უნდა, ვილსონის მიერ წამოწეული, თუმცა გლობალურად ის გადაწყდება იმ დაპირისპირების ჭრილში, რომელიც დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მოდი ესე ვთქვათ, კრებსითაც არადემოკრატიულ სამყაროს შორის მიმდინარეობს, რომლის ფრონტის ხაზი მთავარი გადის უკრაინაში და ჩვენ უკრაინასთან ესე ახლოს ვართ ამ ფრონტის ხაზთან მიმული როგორც გეოგრაფიულად. ბატონო გიორგი, გესმით თუ არა ჩემი? დიახ,
ხო, გაწყდა რაღაც ხმა. მესმის ახლა ვინაიდან ბუნებრივია ამ ყველაფერს ჩვენთანაც არ გავლენა. როგორ დაიკავებს, რა პოზიციას დაიკავებს უშუალოდ ქართული ოცნების ხელისუფლებასთან მიმართებაში დონალდ ტრამპი, ფიქრობ უახლოს პერიოდში გამოჩნდება. ალბათ მე თითქმის თქვენ ნახევრის ვადებში მაქსიმუმ, თუნდაც იმიტომ რომ ეს ის ვადაა, როდესაც ტრადიციულად ამერიკის შეერთებული შტატები ახალი ადმინისტრაცია, ნებისმიერი ახალი ადმინისტრაცია ასრულებს ხოლმე მისი საგარეო პოლიტიკური ხედვების კონცეპტუალურად ფორმირებას. მათ შორის ხშირად დოკუმენტებშიც გამოიხატება ეს, რომ როგორც წესი ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ხოლმე ამერიკის ახალი პრეზიდენტის და ახალ ამ პერიოდში გამოდის ხოლმე. მაშინ აუცილებლად იქნება, რა თქმა უნდა, დაფიქსირებული და დეკლარირებული ამერიკის დამოკიდებულება ყველა იმ ძირითად საერთაშორისო აქტორთან, რომელიც ასე თქვა არის აქტუალური, მათ შორის დიდი ალბათობით ჩვენს რეგიონთანაც იქნება საუბარი. კონკრეტულ ნაბიჯებს ამერიკის პოლიტიკა ჩვენთან მიმართებაში ჩამოყალიბებას დაიწყებს ასე, როდესაც ადმინისტრაცია სრულად იქნება ფორმირებული, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტში იქნება მოადგილეც დანიშნული, რომელიც ჩვენს რეგიონს კურირებს და ასე შემდეგ. თუმცა ცხადი არის, რომ ამ ეტაპზე ურთიერთობების არა მარტო ამერიკასთან, ზოგადად დასავლეთთან მიმართებაში უკიდურესად კონფრონტაციული არის და ეს გზა ვფიქრობ შეგნებულად აქვს ხელისუფლებას არჩეული. საერთო ჯამში სიტუაცია მდგომარეობს იმაში, რომ თუ პოლიტიკურ ძალას და ქართულ ოცნებამ თუ არის ესეთი და აქვს გადაწყვეტილი რომ ერთპარტიული მმართველობა ხანგრძლივი მმართველობა უნდა დამყარდეს საქართველოში, ასეთ ნებისმიერ ქვეყანაში ერთპარტიულ მმართველობას თან შეუთავსებელია, რა თქმა უნდა, დემოკრატიული პროცესები და რეფორმები. მსგავსი იმ რეფორმებისა, რომელიც ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდგომ და ასე ვთქვათ, მოლაპარაკებების გახსნის შემდგომ უნდა გაგვეტარებინა. ხო, აქ არის 35 მიმართულება სფერო ადამიანური ცხოვრების ფაქტობრივად ყველა მიმართულება, სადაც უამრავი რეფორმა გასატარებელი. თუ შენ ერთპარტიულ სახელმწიფოს აშენებ, მაშინ ასეთი რეფორმები, რომელიც ზრდის ანგარიშვალდებულებას, გამჭირვალობას სახელმწიფოში, სადაც ის შედეგად შეიძლება კონტროლი დაკარგოს სასამართლოზე, ანტიკორუფციულ სამსახურებზე და ასე შემდეგ, ბუნებრივია აბსოლუტურად შეუთავსებელი იქნება შენი მიზნისთვის, რომ იყო ერთპარტიულად ხანგრძლივ მმართველობაში. აქედან გამომდინარე ის შეჩერება პროცესების, ხო? რომელიც ქართულ მოცემან დაანონსა, რომ 28 წლამდე წყვეტს თქვა პროცეს ევროინტეგრაციის არის შემდეგაც დაიწყო ასე თქვა ხელახლა მასიური გამოსვლები ჩვენ საზოგადოებაში. მე ვფიქრობ სწორედ ამას მიანიშნებს, რომ უბრალოდ ქართული ოცნების მიზნებთანაა ეს პოლიტიკურად ყველანაირად შეუთავსებელი. შესაბამისად, მათ აირჩიეს მოკავშირეობა იმ სახელმწიფოებისა, მოკავშირეობა თუ პარტნიორობა იმ სახელმწიფოებისა, რომელიც ამ სიტუაციაში მისთვის ბუნებრივ მოკავშირეებად გამოიხატებიან და ეს არის ის ავტოკრატიული სახელმწიფოების ბლოკი, მოდი ასე ვთქვათ, რომელიც ჩვენ ახლო სამეზობლოში და რეგიონებში ან რბილად რო ვთქვათ, არადემოკრატიული სახელმწიფოები, რომელიც ჩვენს გარშემო არიან. თუ დააკვირდებით ბოლო 2 თვის ვიზიტებს, ურთიერთობებს, ფაქტობრივად საგარეო კავშირები ჩვენ სახელმწიფოს, ხოლო და ესეთ სახელმწიფოებისთან აქვთ, თუ არ ჩავთით უნგრეთს, რომელიც ასევე ძალიან კარგად ვიცით ხო, როგორი მმართველობის ტიპით არის და მე რამდენი წელიწადიც ორბანი ხელისუფლებაში არის. ასევე საქართველოს ამოვარდა დემოკრატიული სამყაროს კლუბიდან და გადაინაცვლა მის საწინააღმდეგო ქვეყნების რაღაცა გაერთიანებაში, კრებსითაც ჭყალებში, რა თქმა უნდა. ეს რას მოგვიტანს? აზიანს მოუწევს ქვეყანას, მე წარმოსადგენელი არ არის, თუნდაც იქიდან გამომდინარე, ჩვენ სახელმწიფო ინსტიტუტების თავდაცვიდან დაწყებული უსაფრთხოების მთელი სექტორი, ეს განვითარებაში ლომის წვლილი აქვს დასავლურ ინსტიტუტებს შეტანილი დაფინანსებას, ინტელექტუალურ კონტრიბუციას და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენი შიდა პოლიტიკა დღეს ერთის მხრივ არის მთლიანად ჩვენი საქმე, რა თქმა უნდა, თუმცა ვერ და არც იქნება მოწყვეტილი იმ საგარეო პოლიტიკური კონტექსტი და სადაც ეს ყველაფერი ხდება. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება უკრაინაში როგორ შეეცდება ტრამპი თავისი გეგმების რეალიზებას. ბუნებრივია ეგ საუბარი რომ ის 2 დღეში დაამთავრებდა ომს არასერიოზული იყო და ესეთი მოლოდინი ალბათ არავის არ ქონია ვინც სერიოზულად განიხილოს უკრაინის საკითხებს. რა მოგზას აირჩევს, როგორ შედგება მოლაპარაკებები
რუსეთთან თუ იქნება როგორც ასეთი საერთოდ და რა ფორმულას ასე ვთქვათ შეჯერდებიან ჩართული მხარეები ვფიქრობ ეს გავლენას იქონიას ამერიკის პოლიტიკაზე რა თქმა უნდა საქართველოსთანაც მიმართებაში და საუბარი არა მარტო ამერიკაზე ზოგადად დასავლეთზე ხო პირველ რიგში ევროკავშირთან ურთიერთობების კონტექსტში გაგვიმწვავდა ასე ვთქვათ ურთიერთობები მათ შორის და პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში თუმცა უმთავრესი მე ვფიქრობ მაინც ქართული საზოგადოების პოზიცია არის და მისი დამოკიდებულება იმ მოვლენებთან მიმართებაში რაც ქვეყნის შიგნით ხდება და მათ შორის რა თქმა უნდა ქვეყნის გარეთაც უსამართლობას თუ უყურებ და ეგუები და მასუბრებლად ესეთი არჩევანი ექნება ქართულ საზოგადოებას მაშინ სხვა ყველანაირი საკითხი უკვე შედარებით მეორე პლანზე გადადის ასე ვფიქრობ ჩვენ სახელმწიფომ რაღაცნაირად საზოგადოებამ უნდა შეუძლოთ რომ ესეთ რთული სიტუაციიდან მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გამოიყვანოთ ქვეყანა, იმიტომ რომ ჩვენ პასუხისგებლობა მემწავს გვაქვს არა მარტო საკუთარ თავთან, ან როგორც საზოგადოებას, მთლიანად არამედ რა თქმა უნდა სახელმწიფოსთან მიმართებაშიც, რომელიც ასე ვთქვათ დამოუკიდებლობისთვის არაერთაობას უმძიმესი პერიოდის განმავლობა მოუწია და მე მედი მაქვს რომ პასუხისგებლობას ხელისუფლება სათანადოდ აცნობებს, იმიტომ რომ შეუძლებელია ასე ვთქვათ საზოგადოებას ამდენი ხნით დაუპირისპირდე ესეთი ძალადობრივი მეთოდებით მათ შორის რასაც ჩვენ ყველა ბოლო პერიოდში ვუყურებთ. კი ბატონო, უკრაინასთან დაკავშირებით ბოლოსკენ მექნება კითხვა რა თქმა უნდა, ვინაიდან როგორც გავცელდა და გაკეთდა განცხადება, შემდეგ კვირას უნდა წარმოადგინოს ხო ვაშინგტონმა თუ როგორ წარმოუდგენია, ანუ სამშვიდობო შეთანხმების ასე ვთქვათ მისი ხედვა. აღნიშნულთან დაკავშირებით ბოლოს მექნება კითხვა, რაც შეეხება საქართველოს და საგარეო პოლიტიკას, რაზედაც თქვენ ახლა საუბრობდით ბატონო გიორგი. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას რომ ვექტორი შეიცვალა საგარეო პოლიტიკის. ამ მომენტისთვის შეცვლილია ბუნებრივია და ცხადი არის. ყველა ნიშანი გვაქვს ამაზე, ხო? ჩვენ შეგვიძლია ასე ვთქვათ რაღაც მარჩეულობას თავი დავანებოთ, როდესაც ყველა ინსტიტუტთან, ფაქტობრივად ყველა ინსტიტუტთან დასავლეთის შენთან ურთიერთობები წყდება, როდესაც მეორე მხრიდან არის განაცხადი იმაზე, რომ ის მაგალითად სხვადასხვა პროგრამები, ორგანიზაციები, ინსტიტუტები წყვეტენ ხელისუფლების შტოებთან ურთიერთობებს, ხომ? ბუნებრივია ეს არის რა თქმა უნდა საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება. ჩვენ 28 ნოემბრის უბრალოდ განცხადებაც რო გავხსენოთ, ხო, რომელსაც ითქვა რომ აჩერებს ხელისუფლება ყველანაირ დაახლოებას, ასე ვთქვათ, ევროკავშირთან. პირველ რიგში ეს არის კონსტიტუციის დარღვევა. იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია გავხსენოთ, რას გვეუბნება კონსტიტუცია. კონსტიტუციაში პირდაპირ წერია რომ ყველა საქართველოს ხელისუფლებაში თითოეულმა შტომ მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გააკეთოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. იქ სხვათა შორის საუბარი არა მარტო ევროპულ, არამედ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, რაც იგულისხმება მათ შორის ნატოც, რომელიც საერთოდ გამქრალია გზის წესრიგ, როგორც ასეთი, თუმცა ეს კიდე შეიძლება გარკვეული საგარეო პოლიტიკური ფაქტორებით აიხსნას და გასაგები იყოს მოსახლეობის, თუმცა ეს კონფრონტაციული გზა არჩეული დასავლეთის მიმართ მე ვფიქრობ სამწუხაროდ რაღაცა ვიწრო პარტიული ინტერესებით გვარი განპირობებული. რა მოლაპარაკებები იქნება უკრაინასთან მიმართებაში, ყოველ შემთხვევაში რა ფორმულა იქნება გახილული, ისაა ძალიან მნიშვნელოვანი. ყველაზე რეალისტურად ამ მომენტისთვის ჩანს ის, რომ თქვათ რაღაცა კონკრეტული დღის არსებული გარემოებით, სიფრენზე არსებული გარემოებით შეწყდეს თქვათ ცეცხლი და რაღაცა სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს, სადაც მნიშვნელოვანი კომპონენტი რა თქმა უნდა მთავარი იქნება ის უსაფრთხოების გარანტიები, რომელიც უკრაინამ უნდა მიიღოს. საუბარი სავარაუდოდ იქნება ასევე კურსკიდან ჯარების გამოყვანაზე, უკრაინული ძალების გამოყვანაზე. თუმცა რამდენად შექმნის ეს ყველაფერი ხანგრძლივი მშვიდობის პირობებს უკრაინასთან მიმართებაში, ეს იქნება მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ნატოს გაფართოებაზე ვფიქრობ, ამ ეტაპზე საუბარი არარეალისტური არის და ტრამპის მხრიდან, მისი ადმინისტრაციის მხრიდან ეს რამდენჯერმე გაჟღერდა, შესაბამისად კომპენსაცია უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი უკრაინისთვის. რაც შეიძლება გამოიხატებოდეს ძალიან ძლიერ მატერიალურ დახმარებაში, მათ შორის სამხედრო დახმარებაში, მისი სამხედრო მრეწველობის კიდევ უფრო წინ წამოწევაში, ანუ იმაში, რომ უკრაინა იყოს თვითკმარი თავდაცვის კუთხით. თუ უკრაინა თვითკმარი იქნება, ჩათვალეთ, რომ უკრაინასა და პოლონეთის სახით ევროპა აღმოსავლეთ ფლანგზე გარკვეულ ფარს, თავდაცვის ფარს იქმნის
რუსეთისგან მომდინარე რაღაცა პოტენციური პირდაპირ სამხედრო საფრთხეებისგან. ასე რომ დაველოდოთ, მე ვფიქრობ, რომ ეს გაზაფხული გარკვეულ სიცხადეს შემოვიდა საგარეო პოლიტიკურ ველში მნიშვნელოვანი ცვლილებების თვალსაზრისით. კი ბატონო, რაც შეეხება ისევ და ისევ საქართველოს, თქვენ საუბარში აღნიშნეთ, რომ თვე ნახევარში უფრო მკაფიო და კონკრეტული იქნებაო საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა. აქედან გამომდინარე მაქვს კითხვა, შეცვლის რამეს მიმდინარე პროცესებს გულისხმობ. ბატონო გიორგი, მე აღვნიშნე, რომ პირველ საზოგადოების გადასაწყვეტი არის საქართველოში ხდება და ნებისმიერი სხვა ძალის ხელებში ყურება მხოლოდ იმის იმედად ყოფნა, რა თქმა უნდა, არასწორი არის. შეიძლება საგარეო პოლიტიკური ზეწოლა სანქციები მნიშვნელოვანი კომპონენტია, მაგრამ ეს სახელმწიფო ჩვენი არის პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენი გადასაწყვეტი არის აქ ასევე თავარი საკითხები. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იქნება პირველ რიგში, რომ შიდა მას ვთქვათ პროტესტი გაგრძელდეს და არ შეწყდეს, მაგრამ ამის ფონზე ძალიან მნიშვნელოვანი არის საერთაშორისო კონjunktურაც, ხო, სანქციების არ აღიარება ფაქტობრივად აი ამ ხელისუფლების, რომელიც დღეს de facto ჩვენ გაქვს, ფაქტობრივად ყველანაირი ინსტიტუციური ურთიერთობები დასავლეთის მხრიდან შეწყვეტილი არის. ეს არ არის ნორმალური სიტუაცია, ესე ვერ განვითარდება, რაღაც ერთი სახელმწიფო, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ თანამედროვე სამყაროს ნაწილი იყოს, ჩვენ ვერ დავრჩებით რაღაცა იზოლაციაში ავტოკრატიული რეჟიმების ამარა. ეს არ არის არავის ინტერესი. შესაბამისად, ამერიკის მტკიცე პოზიცია დემოკრატიის ღირებულებების დაცვის თვალსაზრისით საქართველოში იქნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ზეწოლის მექანიზმი იმაზე, რომ საბოლოო ჯამში საქართველოში დემოკრატია გადარჩეს. ეს უნდა გვესმოდოს ყველას და დემოკრატიის გადარჩენა საქართველოში ნიშნავს იმას, რომ ადამიანის უფლებები ყველას ჩვენი საზოგადოების უფლებები იყოს მეტნაკლებად დაცული. და ეს ჩვენი საუბრის დრო იწურება, ბატონო გიორგი, არსებული მდგომარეობა, რაც ახლა გვაქვს და რაზედაც ჩვენ ახლა მთელი გადაცემის ფორმატში ვსაუბრობდით, ხო? ეს რეალობა რამდენ ხანს შეიძლება შენარჩუნდეს, აქ მაქვს მხედველობაში რამდენ ხანს შეიძლება გაუძლოს ქვეყნის ეკონომიკამ და როგორ ფიქრობთ, რაშია მთავარი გამოსავალი, რომ დაიწყოს გარკვეული, არ ვიცი, მოლაპარაკებები გარკვეულ საკითხებზე, ვინაიდან დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული ოცნება აბსოლუტურად დამოუკიდებლად ცალკე არის, საპროტესტო აქცია ცალკე და საპროტესტო საზოგადოების ნაწილი ცალკე არის, დიალოგის, ესე ვთქვათ, მზაობაც კი არ ჩანს ამ დროისთვის, ანუ მთავარი გამოსავალი ამ კრიზისიდან, ხო? რა არის და ვიზზე არის დამოკიდებული ეს? რა თქმა უნდა, პირველ რიგში ხელისუფლებას აქვს ის ბერკეტები, რომ ეს პრინციპი განვიხილოს. მე ხარ მათ ეკონომიკური ანალიზის მოცემა გამეჭირდება, თუმცა ცხადი არა უკვე არსებობს მეორადი ინდიკატორები, რომ ეკონომიკა ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმის ქვეშაა, განსაკუთრებით ტურიზმის სექტორი, უძრავი ქონების სექტორის, სადაც უკვე ღიად საუბრობენ, სადაც აქტივობა განახევრებულია ფაქტობრივად და ტურიზმის შემთხვევაში კიდევ უფრო მძიმე სიტუაცია არის. ეს რაც შეეხება ეკონომიკურ ფაქტორს, თუმცა აქ არის ერთი საკითხი, თუ ერთპარტიული მმართველობის დამყარებას ჩვენ ვცდილობთ, მაშინ საერთოდ რამდენად შედის იმის რა ქვია ინტერესებში დიალოგი, ეგეც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, მაგრამ მე ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ქვეყნის ინტერესები საბოლოოდ გადაწონის, ასე ვთქვათ, რაღაცა პარტიული ინტერესებს და საბოლოო ჯამში რაღაცა დიალოგის ფორმატები იქნება შემუშავებული. სხვა შემთხვევაში საზოგადოების მხრიდან პროტესტის გაგრძელების პირობებში გამოსავალი უბრალოდ წარმოუდგენელი არის. ეს პროტესტი არ ჩერდება უკვე 70 დღეზე მეტია და დარწმუნებული ვარ თითქმის, რომ სიტუაცია ამ მხრივ არც მომავალში არ შეიძლება. ბატონო გიორგი, ძალიან სასიამოვნოა, ეთერში შემოდის მომავლის ხმა და ძალიან სასიამოვნოა, ეთერი ხო არ დავუთმოთ მას. ჩემი ბავშვი შემოიჭრა დიახ. კი ბატონო, და ბოლო შევაჯამოთ ეს საკითხი, რაზედაც ვსაუბრობდით. რთულია პროგნოზის გაკეთება მესმის და მაგრამ მაინც უნდა ვკითხოთ, ანუ როგორ რა მიმართულებით შეიძლება პროცესები წავიდეს ქვეყანაში, ბატონო გიორგი?
პოლიტიკური კრიზისის გადაუწყოთ თუ არ გადაწყდეს პოლიტიკური კრიზისი, უბრალოდ ძალიან ძიმე სურათი შეიქმნება. თუ პროტესტი არ მით უმეტეს გაგრძელდა ეკონომიკურად პირველ რიგში და პოლიტიკურად ჩვენ საკმაოდ ძიმე რეალობის წინაშე აღმოჩნდებით. ამიტომ ვფიქრობ, რომ იმედი უნდა ვიქონიოთ ყოველ შემთხვევაში რაღაცა დადებითი ასე ვთქვათ გადაწყვეტა იქნება ამ ყველაფრის, იმიტომ რომ სასწორზე ერთი მხრივ ქვეყნის ბედი და მომავალი არის, მისი საგარეო პოლიტიკური კურსი არის, თუმცა უმნიშვნელოვანესი არის, რომ დემოკრატიული პროცესი ამ ქვეყანაში გადარჩეს. კი ბატონო, მადლობა. მადლობა თქვენი დროისთვის და მადლობა რომ პასუხობდით ჩვენს კითხვებს პირდაპირ ეთერში. ჩვენს კითხვებს პირდაპირ ეთერში პასუხობდა გიორგი ანთაძე, ჯეოქეისის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების მკვლევარი. ამით ინტერვიუს ფორმატი დასრულებულია. სტუდიაში ჟურნალისტი ლევან ჭითანავა მუშაობდა. ჩვენ კი ერთმანეთს 14 საათიანი საინფორმაციო დასრულებისთანავე მაესტროს ბიზნეს ტაიმის ფორმატში შევხვდებით ერთმანეთს დროებით.